მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა გავაკეთოთ, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ არა უშავს, ორშაბათი დღეა და ვისაც უნდა კი ნახავს. და ჩვენი სამივე თემა განვიხილოთ. პირველ რიგში ხა რა თქმა უნდა, გავაკეთოთ ჩვენ სიგნიფიკაცია, ანუ ვისთვის იქნება ეს დღევანდელი გაშლა. ნახოთ ახლა. რა ენერგიებში ხართ ახლა? და რა ენერგიებში იქნებით, ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ან თუ უფრო თქვათ, რას მოგცემს ჩვენ რა ეს კვირა რა ენერგიებს მოგცემს, ნახოთ ახლა ჩვენ. რა თქმა უნდა, ნახოთ ყველაფერი დაწვრილებით და შემდეგი უკვე სფეროების და მიხედვით ავიღოთ ჩვენი საქმიანობა, ვის რა გვაქვს, ხო? ნახოთ ტარო რას გვეტყვის, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. შემდეგი ავიღოთ ფინანსები აუცილებლად. ანუ რას იზავს ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, ხო? ეს შევხედოთ ჩვენ, როგორ რას მოგიტანთ თქვენ ფინანსები. ფინანსური ენერგია, ფულის ენერგია, კარგია, აქ რაღაც უნდა გვითხრეს, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ურთიერთობაც ვნახოთ ახლა ჩვენ. ანუ ერთი კვირის განმავლობაში რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ სფეროში, ესეც აუცილებლად ვნახოთ. სიყვარული. და ნახოთ რა ენერგიები გაქვთ ახლა თქვენ. ნუ აქ ნახოთ როგორი სიტუაცია გაქვთ ახლა თქვენ, აქ სიმართლე გითხრათ, ძალიან ვისთვის უფრო იქნება. ან ფინანსური მდგომარეობა გაქვთ ცოტა რაღაცნაირად მისახედი, ხო? რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცები დაგიგროვდეთ, შეიძლება ვალები, შეიძლება მოვალეობები, შეიძლება კიდე რაღაცები და უკვე ხარ ძალიან ესეთ ანუ რაც გაწუხებთ პრინციპში რა. შემიძლია გითხრათ, რომ ზოგისთვის იქნება შეიძლება თქვათ ავად არის ვიღაცა დიდი ხანია და ვერ გამოდის თქვათ იმ ენერგიებიდან, რომ ვერ გამთავისუფლდე. ან ბევრი ფიქრს კიდე უთმობ თქვენ ფინანსებს რა. ანუ გაქვთ ეტყობა ხო გეუბნებით აქ რაღაცა ვალდებულებები, რომელიც გაწუხებს და თქვენ ვერანაირად ვერ ნახეთ შეიძლება გამოსავალი. როგორ გავუმკლავდე ამდენი რაღაცები არ და ყველა მნიშვნელოვანია და ბევრი ფიქრი და ბევრი თქვენი ენერგია მიდის ნამდვილად მაგ სფეროში უფრო. კიდე აქ არის ესე იგი კიდე. რა გველოდება? აი გეუბნახათ რა არკანები არის. აქ სხვათა შორის ძალიან მაგარი ინფორმაცია მოდის, იმიტომ რომ აქ უეჭველი თქვენ მოერევით ამ სიტუაციიდან. შეიძლება რაღაცა ისეთი ინფორმაცია მოგივათ თქვენ, რომელიც ნამდვილად აი ამას ამ მდგომარეობასაც დაალაგებს სხვათა შორის. აი ვინც ავად იყო, ნახავთ თქვენ რაღაც გამოსავალს, ან მიიღებთ ისეთ თქვათ ახლა თუ ველოდებით ანალიზებს სიტყვაზე, ხო? ძალიან კაი პასუხს მიიღებთ, იმიტომ რომ აი მიხვდეთ, რომ всё რაღაცა მორჩა რა, თქვათ ჩემი ეს რაღაც პრობლემა კიდე ნახეთ. მოერევეთ, კი ბატონო, მოერევეთ. აქ კიდე როგორი სიტუაცია არის, ნახეთ, ვიღაცასთან იქნება სიტუაციას მოერევით თქვენ, აი დაუშვათ იყავით ძალიან მიჯაჭვული, ხო, თქვათ პარტნიორზე. აი აქაც თქვენ ნახავთ გამოსავალს, ანუ ნახეთ რა ხდება. პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ აქ იქნება თქვენ მიიღებთ რაღაც ისეთ ინფორმაციას, ან ისეთ მდგომარეობაში შეხვალთ, ნუ რაღაცა მოხდება ისეთი სიტუაცია, შეიძლება რომელიც თქვენ მოგიტანთ ისეთ შეგრძნებას, რომ მე აღარა ვარ დამოკიდებული, მოვერიე ეს დამოკიდებულება, ანუ რაზეც იყავი დამოკიდებული. მოდით ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გინდაც აი აქ რომ ვთქვათ, შენ სულ ფულზე ფიქრობ, რამდენადაც ფიქრობ, შენ ძაბავ სიტუაციას და რა თქმა უნდა, ახლა აქ ფინანსები როგორ უნდა შემოვიდეს, როდესაც ენერგია არის ძალიან დაძაბული, ხო? და აი ზუსტად შველა რაღაცა გექნება, ხო გეუბნებით, ან ინფორმაცია შეიძლება გაიგებთ. აი აქ ნახეთ,
ნამდვილად ახლა ვინც ახლა წაღვერში მომყვება გოგოები, ჩვენ ეგ ბევრ რამეზე ვისაუბრებთ და უკვე აი ნუ ან ვინც უყურებთ თქვა რამე ინფორმაცია მე ხა ჩემსაც რა თქმა უნდა ვაქსოვებ, იმიტომ რომ ხა ჩემი არხია და მაკუფლება ჩემ მაყურებელთან ახლა არიან გოგოები, ვინც ნამდვილად ჩემს გვერდით არიან და უნდა ჩემთან ერთად გაიაროთ ეს გზა, რომ აი ნამდვილად გადავიდეთ ახალ რეალობაში, სადაც ნამდვილად ჩვენ ვწერთ თვითონ ჩვენს უკვე მომავალს, ასე რომ ვთქვათ, ხო და უფრო აინტერესებთ ეს თემები და იციან რომ ეს მართლა მუშაობს და აი თქვენთვის ყველა ვარიანტში რაღაცა ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი იქნება ინფორმაცია, რომ თქვენ ბევრ რაღაცებზე მიიღებთ პასუხებს, ასე რომ ვთქვათ რა და თითქოს აი სწორ გზასაც ვიპოვი. ნუ მოდით ნახოთ ახლა ჩვენ უკვე სფეროების მიხედვით, ხო? აჰა. აი რაც ეხება სამსახურს. ნახეთ, აქაც კოშკი, გეუბნებით. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, სხვათა შორის თქვენთვის რა. იმიტომ რომ შეხედეთ, შეიძლება კი არა, აი დაუშვეს, რაც ნიშნავს მე-16 ენერგია, ხო? აქაც არის ახლა მთავარი ენერგია, ესე იგი თქვენი რა არის? როცა შენთან მოდის რაღაცა ინსაიტები, რომელიც შენ ანუ გაძლევს საშუალებას, რომ განთავისუფლდე იმ შენ ძველ დადგენილებებზე, ფიქრებზე, რომელიც უკვე შენზე არ მუშაობს, იმიტომ რომ ეხლა უკვე არის ესეთი პერიოდი, როცა ყველაფერი იცვლება, კარმა მთავრდება, გამიგეთ და უკვე ახალი მოდის, ახალი რეალობა. ნუ ეს ძალიან ღრმა თემა აქ რა თქმა უნდა ამაზე საუბარს მე არ დავიწყებ, უბრალოდ გაფრთხილებ, რომ როცა თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცა მიდის ჩემი ცხოვრებიდან, ხო? შეიძლება ზოგმა სამსახური დაკარგოს, სიტყვაზე მიხვალთ სამსახურში და გეტყვენ, რომ სამსახური დაკარგე, ხო? არ გაგიკვირდეთ, ეს არ არის ნეგატიური პროგნოზე, ეს არის კი შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ უცბად მერე გავა პერიოდი და მიხვდები, რომ აი რა კარგია, მადლობელიც იქნები იმისი, რომ შენ ახლა თქვა დაკარგე ეს სამსახური, ესე იგი უკვე შენ უნდა გადახვიდე სხვა ეტაპზე რა. ეს ყოველთვის ძალიან კარგი პერიოდი, კრიზისური პერიოდი ყოველთვის კარგია, იმიტომ რომ სული მოვიდა განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ რო ვერ ხვდებით, რომ რაღაცა უნდა შევცვალოთ, ხო, რაღაცა მოვლენები ხდება, რაღაცა ეს განთავისუფლება თუნდაც რაღაცა სამსახურიდან უცბად თქვა, ხო, ზარივით ახლა გეუბნება, რომ ეს უკვე ჩვენ რა თქმა უნდა, რადგან გვაქვს ბევრი მოვალეობები და ესეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის უკვე თქვა, ეს ცვლილება ძალიან რთული შეიძლება გქონდეს, რომ აი ესეც რა გავქნა, რა ყველაფერი ერთად, აი რას ნიშნავს კოშკი, ყველაფერი ერთად დამეცა, ხო, თავზე, მაგრამ კოშკებს აქ ძალიან კარგი მეორე მხარე, როცა უკვე შენ რაღაცა პერიოდი დაასრულე და სხვათა შორის ეს ხშირად არის 9 წლიანი პერიოდი და უკვე უნდა დამთავრდეს ეს პერიოდი და უნდა დაიწყოს უკვე ახალი პერიოდი, მაგრამ ეს გამოცდილება, რომელიც შენ გამოგადგება ძალიან შენს გზაზე, რომელზეც შენ მიდიხარ იმ ახალ გზაზე. ამიტომ გეუბნებით, რომ აქ არის ძალიან აი კარგი რაღაცა პერიოდი, საერთოდ გეუბნეთ, არასოდეს არ შეგეშინდეთ ესეთი პერიოდების კიმტკივნეული, მაგრამ ეხლა გადავდევართ ჩვენ უკვე აი კარმისიც არის რა, რაღაცა კარმულად იცვლება, როგორც მე უსმენ ახლა ბევრ სპეციალისტს, ვინც ძალიან ღრმად არის ამ თემებში, ბევრს უთქვამს, რომ ეხლა უკვე იცვლება, ანუ კარმები სუფთავდება საერთოდ, ამაზე დიდი ხანია საუბარი არის, რომ ადამიანები ჩვენ ვიწყებთ აი ნულიდან, ასე რომ თქვა, ცხოვრებას და ამიტომ არის ეს პრაქტიკები და ეს ყველაფერი შექმნენი შენი ახალი რეალობა, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ. ნუ ეს ახლა ვისაც ესმის, კი კარგია, ვისაც არა, ან გაგაგებინებენ, ან რა ვიცი, რაღაცა იქნება ყველა ვარიანტში რა. ხო და აი აქ ზუსტად სამსახურშიც გეუბნებით, რაღაცები იცვლება, ნუ მოდით აბა კიდევ ნახოთ, იმიტომ რომ გეუბნებით შეიძლება თქვენ სამსახურს შეცვლით, ან შეიძლება იმ საქმიანობას, რითიც იყავით დაკავებული, შეიცვლება რაღაცა, ხო? და რას მოუტანს ამას? კი. აი აქაც ნახეთ, აგერა როგორ მუშაობს ტარო ერთნაირად.
კი ბატონო, აი აქ გეუბნებით, რომ თუ დაუშვოთ, თქვენ მოგიწია წასვლა სამსახურიდან, იცოდეთ, რომ მაგით იხსნება თქვენი ახალი გზა, თქვენი ცხოვრების გზა. აქ ერთი კარები დაიხურება და წახვალთ ვაფშე სულ სხვა კარებში, ბევრისთვის, აი დააკვირდით, ძალიან დიდი ცვლილება გექნებათ, დააკვირდით, მე კიდევ იცით თქვენ ახლა ჩემი ხასიათი, მე არავის არასოდეს არ ვაშენებ, უბრალოდ ვამბობ, რომ აქ არის ძალიან მაგარი ცვლილებები. ძალიან. რომ თქვენ მიიღებთ თქვენ თვითონ რაღაცას, ანუ გადაწყვეტილებას, რომ მე მინდა თქვა შეიძლება მიმართულება თქვენ საქმეში დაუშვათ, შეცვალოთ, ხო? ახალი მიმართულება მინდა ავიღო, იმიტომ რომ თქვა უკვე, всё, ანუ ახალში უნდა წავედით, ძველს ვტოვებ და ახალში მივდივარ, ხო? რაღაც აი რაც თქვენ ნახat რაც თქვენ კი აქ იცვლება, რაც თქვენ გაინტერესებს, ეს თვითბედი არის აქ ჩართული ახლა და ნამდვილად ბევრისთვის იქნება უზომოდ დიდი ცვლილებები, მაგრამ ეს იხსნება თქვენი ახალი გზა, ახალი პერიოდი, იმიტომ რომ უკვე მზად ხართ, ანუ უკვე რაც იყო, ის უკვე აღარ მუშაობს თქვენთვის, ეს უკვე თქვენ არაფერს არ მოგიტანს, გამიგეთ, რაზეც თქვენ იყავით მიჯაჭული, ხო? ნახეთ კიდე ეს როგორ მუშაობს, რომ მართლა ადამიანი ზოგჯერ მართლა ფიქრობს, რომ აი ვგრძნობ, რომ რაღაცა უნდა შევცვალო, ვგრძნობ, რომ უნდა დავტოვო ეს სამსახური, ვგრძნობ, რომ უკვე აქ არაფერი არ მაჩერებს, არც გზრდა იქნება, არც არაფერი, მაგრამ ვერ წვიდავ, იმიტომ რომ თქვა გითხარით მოვალეობები და ასე შემდეგ, რომელიც არის, მაგრამ აი ეს არის ზუსტად, როცა ადამიანი მიდის და ლოცულობს, რომ ღმერთო, ოღონდ ეს სამსახურია დამაკარგინო, ხო? ამ დროს სიტყვაზე პირობითად ახლა თქვა 100 ლარი გაქვს ახლა იქ, მაგრამ მაინც ხო ეს 100 ლარსო გავანაწილებ ხომ იყოფა, მაგრამ შენ ახლა ამ დროს კარგავ იმ შესაძლებლობას, აი აქ პენტაკლების ტუზე შეიძლება შენ აქ კი კრახი გაგვიტნო და ყველაფერი ვაი მე რა ვქნა რა გავაკეთო, ამ დროს შენ კარები გეღება ისეთი, სადაც შენ შეიძლება 1000 ლარი მიიღო, მაგრამ შენ არ გჯერა, შენ გეშინია, შენ მიჩვეული ხარ კომფორტის ზონაში ყოფნა გირჩევნია და საერთოდ მე ძალიან მიკვირს აი ესეთი ადამიანების, ვისაც გონია რომ ანუ არაფერი არ უნდა გავაკეთო, ყველაფერი მოვა. პული მოდის ადვილად და ლაითად, მაგრამ იქაც რაღაცები გასაკეთებელია, მაგრამ როგორ და რანაირად ეს უნდა იცოდე. ხო და აი აქ გეუბნებით რაღაცა სიტუაცია, რომელიც აი ნახეთ, ეს სტაბილურობა რას ნიშნავს, ხო? რაღაცას ჩვენ რო ვაღწევთ, ხო? არის რაღაცა ზღვარი, всё, ანუ სულმა თავისი აქ შეასრულა უკვე ასე რომ თქვა, თავისი ამოცანა, ეხლა არის უკვე გამოცდილება აქ და ეხლა არის მისია რომ გადავიდეს სხვა ეტაპი. აი როგორც კომპიუტერული თამაშები ხო იცით რომ ეს მისია შევასრულე სხვა ეტაპზე გადავდივარ. всё, უფრო მაღალ საფეხურზე. აი აქ არის სხვა რაღაც, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ ამისი რა. ანუ გეშინია, იმიტომ რომ არ იცი რა, შიში რა არის, რაც არ ვიცი რომ მოხდეს, ხო? იმიტომ თქვენ გიყვართ რომ აი სამომავლოდ აბა ვნახოთ რა მელოდება მომავალში, რა ამ დროს დღეს არაფერი გაგდალაგებული და მომავალში იგივე გელოდება, აბა გელოდება. ახლა შენ თუ არაფერს არ შეცვლი, იგივე გელოდება. აბა რანაირად თავისით ისე კი არ შეიცვლება. ან შეიძლება უბრალოდ რა არის ჩვენ სამყარო ყოველთვის გვანიშნებს, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიღებთ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ გვანიშნებს და გვაძლევს სამყარო, მე უკვე მაინც ყველა გადავა სხვა ეტაპზე, მაინც ყველა ცხოვრება შეიძლება, მაგრამ ვინც შესაძლებლობებს თავისით იღებს და მიდის, იმისე გზა უბრალოდ იქნება უფრო ადვილი და ის ადამიანები, ვინც კიდე ძველს ებღაუჭებენ და კიდე ვერ უშვებენ, ხო? რაღაცებს აუცილებლად მოხდება ისეთი რამე, რომ გაიძულებენ და მე უკვე ვზივარ და ვნერვიულობთ რატო და იმიტომ. აი აქ არის ეს სიტუაცია, რომ თქვენ რაღაცა პერიოდი, რომელიც აი თქვათ რაშიც თქვენ მოღვაწეობთ, საიდანაც თქვენ ფული და შემოსავალი გქონდათ, აქ ეს სიტუაცია იცვლება, იმიტომ რომ და ამავდროულად გეძლევა თქვენ რაღაცა, ანუ ეს კარები დაიხურა, ხო, საიდანაც თქვათ გქონდათ ეს 100 ლარი. ეხლა თქვენ გაგეხსნებათ ახალი გზა, თქვენ წახვალთ, ნახეთ ამას ტოვებთ ძველს, მიდიხართ ახალში, ახალი რაღაცა ინსაიტები, იმიტომ რომ 100 საჭირო და ბედი შენ გაგიხსნის ამ კარს და გეტყვის სად არის შენი გზა.
აი ას ნახეთ, სო ახალი გზა ხო, მეტი რაღა უნდა გითხრათ. კი, აგერ არის ახალი გზა, ახალი სამსახური, ახალი ხარშენ, ახალი გამიგეთ? აი ძალიან მაგარი ის არის, რა ქვია. ნუ აი აქ ვინც ხარ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ტრენინგზეც მოდიან გოგოები, თქვენთან გაგიხსნებათ აი ახალი ენერგიები და დაინახავთ. აგერ არის ეს ჩვენი სკოლაც რო დავარტყმოთ ჩვენ. ხო, ისიდას. აი სკოლა, ანუ ისიდა ეს ვიცი ჩვენ რომ ეს არის ყურუმი და ანუ თქვენ თუ გინდათ რა თქმა უნდა ლინკი ვიდეოს ქვეშ არის გოგოებო თუ გინდა შემოგვიერთეთ ძალიან საინტერესო იქნება იქ აი იქ ამ გადასვლას რა თქმა უნდა მე მოგეხმარებით როგორ უნდა გადახვიდეთ ადვილად იმიტომ რომ მე თვითონ გავდევარ ამ გზას რა თქმა უნდა და ამიტომ ვინც არის ჩემს სივრცეში გოგოები მე იქაც ვეხმარები და ამიტომ შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან იქა კალთა სკოლაში სადაც ადვილად გაივლით ამ პროცესებს. ეხლა რაც ეხება ფინანსებს, ნახოთ ფინანსური მდგომარეობა რა არის ეხლა აქ. რა გელოდებათ? ნუ აქაც პრინციპში ნახეთ ძალიან კარგი სიტუაცია არის. თუ რამე ფულს ელოდებით თქვა და დიდი ხანი არ იყო მოსული, მოგივათ ეს ფული. შეიძლება თქვა, ნუ აქ ნახეთ უფრო კიდე მოვა ფული, როცა აი დავუშვით მე რაღაცას ვაკეთებდი, ეხლა ველოდები რა იქნება, რას მომიტანს. აი ხო არის თქვა პერიოდი, დრო არის, როცა ჩვენ ქვებს ასე ნუ ვყრით, იქით აქ ვამე როგორ არის ქართულად, რომ იქით-აქეთ ვაგდებთ რა და დრო მოდის, როცა უკვე ვკრიპავთ რა. ანუ ჯერ ჩვენ რაღაცებს ვაკეთებ და მე უკვე ველოდები თქვა შემოსავალ სიტყვაზე. აქაც თქვენ რაღაცებს აკეთებდეთ, ან ალბათ ძალიან ჭკვიანურად, ქალურად, იმიტომ რომ თასები არის. აქ თასები ეს არის ქალის ენერგია. მე ფულს შოულობ, როგორც აი ქალურად შეიძლება თქვენ აქ ფიქრობთ რა, აი ეხლა შედეგი რა იქნება. აი აქ აუცილებლად მოგივათ ძალიან კარგი შემოსავალი ვიღაცასთან, შეიძლება სრულიად მოულოდნელად დაგეხმარებათ მამაკაცი, შეიძლება თქვენი ქმარი დაუშვოთ ეხლა აქ რაღაცას გამოგიგზავნით, ხო? იმიტომ რომ მაინც პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე, ხო? ზოგი თან საჯარო გაშლა შეიძლება ეს იყოს, რა ქვია, სრულიად მოულოდნელად. ნუ აქ იცით როგორ არის, აქ სხვათა შორის კიდე აი ეს ფული რომელიც შემოგივათ თქვენ, აქ თქვენ დაფიქრდებით როგორ უნდა დავალაგო ეს ფინანსები, გავანაწილო, მოდით ასე ვთქვათ, გავანაწილო, მაგრამ აქ უფრო ვხედავ რომ შემოსავალს უფრო ვხედავ, გამიგეთ? შეიძლება даже ისეც რომ აი ნახეთ შეიძლება ელოდები დაუშვოთ ახლა 100 ლარს, ნუ მე პირობითად ვამბობ, მიიღებ 1000 ლარს, გამიგეთ? აი აქ რაღაცა შეიცვალა, აი ძალიან მაგარი თემა არის, აი აქ მართლა ძალიან მაგარი ცვლილებები მოდის და დააკვირდეთ რა. იმიტომ რომ აი მართლა კარგი მოდის სიტუაცია. კარგი სიტუაცია აუცილებლად მოგივათ. კი, გაგეხარდებათ, აი ძალიან გესიამოვნებათ, აი ისე რომ თქვენ გულის სულს რომ აი ძალიან კარგად და კომფორტულად იგრძნობთ რა. რომ შეიძლება დაუშვოთ მოგივათ, ანუ სიტუაცია რომ თქვათ ახლა ნუ ძალიან კარგი შეკვეთა მოგივათ დაუშვათ. ეგაც კი ბატონო არის ხო მაგაზე. თუ დაუშვოთ თქვენ ფიქრობდეთ სამოგზაუროდ წასვლას და ფიქრობდეთ რომ მეყოფათ თუ არა თანხა გეყოფათ. მაგრამ აქ კიდე დააკვირდეთ გოგოები ვიღაცა მამაკაცისგანაც მიიღეთ. თქვენი საყვარელი მამაკაცი შეიძლება თქვათ, ნუ ერთ შემოგთავაზეს რომ მოდი წამოდი ესე რა ქვია სადმე ვიმოგზაუროთ და მხოლოდ მე გადავიხდი დაუშვოთ და დაგპატიჟებ და თქვენთვის ეს იქნება სრულიად მოულოდნელი, იმიტომ რომ კი შეიძლება ოცნებობდეთ მაგაზე, მაგრამ თუ მას ეს მოხდებოდა შეიძლება გაგიკვირდებათ რა. რომ აი მოდი კარგი დრო გავატაროთ, მხოლოდ მე გპატიჟობს, გაიგეთ, მაგრამ ეს ხო გეუბნეთ, შეიძლება თქვენ ამას დიდი ხანის ელოდებოდეთ თქვენი პარტნიორისგან, რომ დაუშვოთ აი ესეთ რაღაცა შემოთავაზება გააკეთოს, მაგრამ ნუ არა, არისო და აი დაუშვოთ გააკეთა, ხო? ნუ ეს შეიძლება თქვა სამსახურიდანაც და რა ქვია შეიძლება ნუ რაც გითხარით ხა ფინანსებზე კი გითხარით უბრალოდ რადგან ეს არის ახლა ანუ სრულიად მოულოდნელი რაღაცა შეთავაზება შეიძლება იყოს, მხოლოდ აქ როგორი თემა იცით რატო არის მოულოდნელი, რომ შეიძლება ადამიანი აქ თქვენ ამაზე ოცნებობდით და მოვიდე და გააკეთე, გამიგეთ და ეს აი თქოს თქვენი სული გახარებულია, რომ ღმერთო ეს რა ბედნიერება, რომ ასე მასიამოვნა. ნუ ზოგისთვის შეიძლება დაუშვოთ ახლა საჩუქარი მოვა, ისეთი საჩუქარს გაჩუქებს, რომ გაგიკვირდა, ან თვითონ მოვა თქვა დაუშვათ და
ფინანსებზე, ეს ფინანსებზე გვაქვს ჩვენ ეს თემა, რომ აი გაგიკვირდებათ, აქ რაღაცა გაგიკვირდებათ ძალიან, გამიგეთ, აი ძალიან გაგიკვირდებათ, რომ ნამდვილად აი არ ველოდებოდი რა და ასე რანაირად გამიგეთ და მაგრამ აქ თქვენი ქალური ენერგია ჩართული იყო, ეთყობათ, კარგად ემუშავე და ამიტომ ასეთ საჩუქასაც მიიღებთ თქვენს მამაკაცისგან. ეხლა ნახოთ ჩვენ ურთიერთობაზე, ურთიერთობაზეც ხო გითხარით, აგერ არის. მოდის თქვენი პარტნიორი შერიგება იქნება თუ ვინმეს გაქვთ პაუზა ყველა ვარიანტში ადამიანი გამოჩნდება და გეტყვის რომ რაღაცაზე ვილაპარაკოთ. ხო გითხარით, ზოგთან იქნება მართლა მოგზაურობაზეც ლაპარაკი, შეიძლება გითხრას რომ მოდი ერთად სადმე წავიდეთ რა. აი ეგეთი რამე კი ბატონო შეიძლება იყოს. ან განახლდება შეიძლება ზოგისთვის რომ ვთქვათ ადამიანი გამოჩნდება, გეტყვის რომ აი მინდა შენთან საუბარი. ხო, აი აქ ყველა ვარიანტში ჩამოსვლას ვხედავ, თქვენთან ჩამოვა კი შეიძლება საღამოს საათებში გოგოებო, ელოდეთ, მაგრამ აქ ადამიანი მოვა თქვენთან, ნახეთ როგორ საღამოს საათში თქვენ თუ ელოდებით მოვა. აი აქ რა ვიცი, რაღაცა ვისაც შეიძლება შერიგება ან თუ ელოდებით გზიდან, კიდე მოვა რაღაცა განახლებული, ნახეთ. განახლებული ისეთი რომ აი თქვენ გაგიკვირდებათ, ხო, იმიტომ რომ აქ რაღაცა სიტუაციები გქონდა თქვენ, ნახეთ. ძალიან ისეთი შეიძლება ნახოთ კიდე რა ხდება. აი დაუშვათ თუ ეს პაუზა გქონდათ, ან დაუშვათ იყო მანძილე, ხო? ეს ადამიანი ხა როგორი მოდის იცით, აი დავიღალე. ძალიან დავიღალე, თქვათ, უენერგიოთ მოვა, გამიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ ანუ ქალის ენერგია მაგას ძალიან აქ მოკლებული აქვს ამ ადამიანს და აი თქვენი ენერგია მაგას უზომოდ დასჭირდება და მიხვდება რომ თქვენ შენს გარეშე მე აი ძალიან ცუდად ვარ და ამიტომ მოვდივარ შენთან რა. აქ რაღაცას მიხვდება კი, ხოლოდ ახლა გეტყვის რომ აი არაფერი არ გინდა, არაფერს აი არ გამიხსენო, არაფერი ცუდი გეხვეწები, მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. აი გოგოებმა ხო იციან, აი მე ხო გეუბნებოდი, მე ხო აი ახლა გეტყვის რომ არ მითხრა არაფერი, მოდი დავასრულოთ ეს ყველაფერი და მე მივხვდი რომ შენ მიყვარ ხარ და მინდა შენთან ნამდვილად, იმიტომ რომ კი, აი აქ გეუბნებით, აქ ადამიანი მიხვდება რომ თქვენს გარეშე მაგისთვის არის აი შეუძლებელი რა, იმიტომ რომ ბევრი ფიქრი აქვს, ბევრი ნერვიულობა და აუცილებლად აქ მოგივარდებათ ბიჭი ვიღაცასთან გეუბნებით იქნება რაღაცა ან სერიოზული საუბარი ან შეიძლება даже ვიღაცა გეტყვის რომ ან მოდი ერთად ვიცხოვროთ ან თქვა ისეთ რამეს გეტყვის შეიძლება სერიოზულს რაც თქვენ ძალიან გაგიხარდებათ აქ რაღაცის მოლოდინი გქონდა თქვენთან და აი ეს რასაც ელოდებოდით თქვენი პარტნიორისგან ხო აი აქ თქვენ რაღაცა ძალიან სასიხარულო ამბავს მიიღებთ ყველა ვარიანტში აკაც ნახეთ რამხელა ბედნიერება და როგორ კარგად იქნებით და გერ არის თქვენ ხართ აქ თვითონ და თქვენი საყვარელი ადამიანი კი აი მოდის და თქვენ ვაფშე განახლებული რაღაცა გაქვს რატო არ გადატრიალებული აქ ვიღაცას ძალიან მაგარი ახალი პერიოდი გეწყება ძალიან კარგი დრო გულით არჩევანი მოხდა იმის შეიძლება იყო რაღაცა თქვენ აი დაუშვათ ერთად ცხოვრებაზე გქონდათ რამე შეიძლება თქვა პრობლემები და ეგაც შეიძლება გაბუტვები და რაღაცა მომენტები და მარტო თქვა ეხლა შეხვედრები გქონდათ სასიამოვნო ასე დავარქვა ჩვენ და მეტი არაფერი თქვა შეიძლება ადამიანი ვაფშე არ მონაწილეობდა თქვენ ცხოვრებაში და მოდიოდა და მე თქვენ თვითონ გიწევდეთ ყველა პრობლემების გადალახვა ხო ის მარტო გპირდებოდა რაღაცას და აი აქ რაღაც შეიცვლება გაეუბნებით ცვლილება მოდის ურთიერთობაში თან ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გექნება ეს ძალიან გაგეხარდებათ ნახეთ რაღაც ახალი ეტაპი დაგეწყება აქ ძალიან ბევრს აი ასე შემოლამაზებო ვფიქრობ ძალიან კარგი საინტერესო ხო ინფორმაცია მოგვაწოდეს ჩვენ, იმიტომ რომ აი აქაც მიჯაჭულებას როცა ხსნი, მე ყველაფერი აი მამაკაცშიც ბევრი რაღაცა იცვლება. ეს უკვე ცალკე სალაპარაკო თემა.